მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლოდ განსაკუთრებულ ყურადღებას ნაძვის ხის ატრიბუტიკას აქცევენ. ტაივანელმა სტუდენტებმა ორიგინალურ ხერხს მიმართეს და ტაიბეის ცენტრში 12 მეტრიანი ნაძვის ხე დადგეს. თუმცა წიწვების ნაცვლად ნაძვი პლასტმასის კოვზებისგან ააწყვეს, რასაც 80,000 კოვზი დასჭირდა. ახალი წლის შემდეგ ნაძვის ხე პლასტმასის გადამამუშავებელ ქარხანაში მოხვდება, სადაც მისგან ახალ ნივთებს დაამზადებენ. ტაივანი ახალი წლისთვის ემზადება. დედაქალაქ ტაიბეის ცენტრში უზარმაზარი ნაძვის ხე დადგეს. ახალი წლის მთავარ სიმბოლოს ეკოლოგიური დანიშნულება აქვს. ის პლასტიკური კოვზებისგანაა დამზადებული. უჩვეულო ნაძვის ხის დიზაინი 6 სტუდენტს ეკუთვნის. ისინი სპეციალური კონკურსის გამარჯვებულები არიან, რომელიც ტაივანის მთავრობამ ჩაატარა. ნაძვის ხის შექმნა სწრაფი კვების ობიექტების ადმინისტრაციამ დააფინანსა. შობა ეკოლოგიურად უნდა აღნიშნოთ. ეკოლოგიური საშობაო ნაძვის ხე უკეთესი საზოგადოების ნიშანი და შემოქმედებითი პოტენციალის სიმბოლოა. ნაძვის ხის დასათვალიერებლად საახალწლოდ განათებულ მოედანზე უამრავი ტაივანელი შეიკრიბა. 22 წლის ლიუ ინშანის თქმით, ის თავიდან ვერ მიხვდა, რომ ნაძვის ხე პლასტიკური კოვზებისგან იყო დამზადებული. ამაზე მხოლოდ მაშინ მივხვდი, როდესაც ნაძვის ხეს კარგად დავაკვირდი. შორიდან თეთრი და ფუმფულა ჩანდა. საშობაო ნაძვის ხე ტაიბეის ცენტრალურ მოედანზე 2 იანვრამდე დარჩება. შემდეგ კი ის გადამამუშავებელ ქარხანაში მოხვდება, სადაც მისგან ახალ ნივთებს დაამზადებენ.